განსაკუთრებული სიახლე ქართული ძიუდოს კომაგებისთვის დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატი. სხვათა შორის 17 წლიანი პაუზის შემდეგ მასპინძლობთ პირველად ევროპის ჩემპიონატს ჩვენს დედაქალაქში, დიახ, თბილისში იმართება ახალ სპორტის სასახლეში. დღეს დაიწყება ღონისძიება, 19 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მოხდა თან საოცრება, პირველად ვართ სრული შემადგენლობით, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ნაკრები და ყოველგვარი დანაკლისის გარეშე ხვდებით ევროპის ჩემპიონატს, მასპინძლობთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა უკვე ქართული ძიუდოსთვის. მსოფლიო რუკაზე საქართველოს დროშა 4 დღის განმავლობაში იკაშკაშებს და იმედია, რომ ამ 4 დღის შემდეგაც ჰიმნების აჟღერების დროს სწორედ საქართველოს ჰიმნი იქნება მთავარი, რომელიც გაიჟღერებს არაერთ წონით კატეგორიაში. აი მაგ დროს შესრულებული. კი ბატონო, თან ყველა წონით კატეგორიაში რეალურად ყავს საჩემპიონო კანდიდატი, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის და თულად წარმოსადგენია ის, რომ ცუდი შედეგი დასრულდეს. მით უმეტეს ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სპორტსმენებისთვის საშინაო ღონისძიებებს და რამხელა ყურადღებით უდგებიან ხოლმე ასე დაპირისპირებებს, ასე რომ კი, ორ მაგაც საპასუხისმგებლოა, ვიდრე თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატი ან ოლიმპიური თამაშები, იმიტომ რომ სახლში მასპინძლობა 17 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონატით არ არის სახუმარო ამბავი.